ეხლა ვისაუბროთ მონაცემების დაფილტრაზე. მონაცემების დაფილტრა გაღრმავებული ფილტრი. ფილტრაცია ხდება data ჩანართის sort and filter ჯგუფში. ჩვენ შემთხვევაში გვჭირდება ფილტრი. ამისათვის მოვნიშნოთ ცხრილის თავი და ავირჩიოთ ფილტრ ღილაკი. და მოვახდინოთ ცხრილის ფილტრაცია კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. დასახელება თქვათ გვინდა იყოს მხოლოდ გამოჩნდეს პირველი და მესამე. ამისათვის უნდა ჩავრთოთ პირველი და მესამე ღილაკი და ოკეი. მართლაც დანარჩენი დასახელებები გაქრა და დარჩა მხოლოდ პირველი და მესამე. ხოლო სვეტის თავზე გაჩნდა ნიშანი და ეს ნიშნავს, რომ ეს სვეტი დასახელება არის დაფილტრული და თუ ამ ღილაკთან მივიტანთ, გამოჩნდება მოკარნახე, რომელიც გვაჩვენებს თუ რა პარამეტრების მიხედვითაა დაფილტრული. ანუ მოცემულია მხოლოდ ფირმა 1 და ფირმა 3. გავაგრძელოთ ფილტრაცია, გადავიდეთ შემდეგ შემოსავლების სვეტზე და დავფილტროთ რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით. აქ არის რამოდენიმე შემთხვევა, ტოლი, არატოლი, მეტი რაღაცაზე, მეტი და ტოლი, ნაკლები და ტოლი, შორის, ტოპ 10, საშუალოზე მეტი და საშუალოზე ნაკლები. მოდი ავირჩიოთ მეტი ვიდრე და თქვათ დავწეროთ 10,000-ზე მეტი მნიშვნელობები. ოკეი. და დაგვიტოვა 10,000-ზე მეტი მნიშვნელობები და დაემატა კიდევ ერთი ფილტრი. გადავიდეთ გასავლებზე. გარდა რიცხვითი მნიშვნელობებისა, შეგვიძლია ასევე ფილტრაცია მოვახდინოთ პიქტოგრამების მიხედვით. თქვათ ავირჩიოთ წითელი ისარი და ესე იგი ცხრილი დაიფილტრა შემდეგი თანმიმდევრობით. ჯერ აირჩა დასახელებები პირველი და მესამე, შემდეგ შემოსავლები 10,000-ზე მეტი და ბოლოს ამ შემოსავლებიდან ისეთი, სადაც გასავლებზე მითითებული იყო წითელი ისარი. და ეს წითელი ისარი აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. მოდით ახლა დავფილტროთ მენეჯერები. გვყავს რამოდენიმე მენეჯერი, გია, მაკა, ნიკა და ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ კონკრეტული მენეჯერი, ვთქვათ, ავირჩიოთ მაკა. ესე იგი დაგვრჩა ფირმები, რომელშიც მუშაობს მაკა, ანუ ფირმა 3, მათი ყველა შემოსავალი მეტია 10,000-ზე. გასავალი არის დაბალი, ანუ მოცემულია წითელი პიქტოგრამით და მენეჯერია მაკა. იმისათვის რომ ცხრილს მოვხსნათ ფილტრი და ვთქვათ გავაკეთოთ სხვა ფილტრები, უნდა მოვნიშნოთ მთლიანი ცხრილი და დავაჭიროთ ფილტრ ღილაკს.